ეგრეთ წოდებული ვარდისფერი ფლამინგოს რევოლუცია ალბანეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა. პროტესტი მაისის დასაწყისში დაიწყო. გარემოს დაცვითი დემონსტრაციები, რომლებზეც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დაცულ ტერიტორიაზე ტრამპების ოჯახის მიერ მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო და კორუფციის საწინააღმდეგო მოძრაობაში გადაიზარდა. ჩვენ აქ ვართ, რომ გავავრცელოთ ჩვენი სათქმელი. კმარა საკმარისია. ჩვენ არა უნდა უთხრათ კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ჩვენი სიცოცხლით თამაშობენ. დღეს ალბანეთის მოქალაქეები ამბობენ კმარა. ჩვენ აქ ვართ, რადგან გჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის ახალ თაობას და არა კორუფციასა და ცარიელ დაპირებებს. გსურს, რომ მსგავსი პოლიტიკა და მისი წარმოების წესები უკან მოვიტოვოთ და ხელისუფლებაში მყოფებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. ტირანაში გასულ უქმეებზე გამართული დემონსტრაცია პროტესტის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო. ათასობით მოქალაქე, რომლებმაც ხელში პროტესტის სიმბოლო გიგანტური ვარდისფერი ფლამინგოები ეჭირათ, ლოზუნგებით მიმართავდა პრემიერ-მინისტრ ედი რამას. ისინი ცემენტისფერ ტორტს დაატარებდნენ მიტინგზე, რომლის გამართვის თარიღიც მის დაბადების დღეს დაემთხვა. ერთ-ერთ მომენტში მომიტინგეთა ჯგუფი გამოეყო მთავარ მსვლელობას და პოლიციის განყოფილებისკენ გაემართა, სადაც გასულ კვირას დემონსტრაციის დროს პარლამენტის შენობასთან დაკავებული 19 ადამიანი მიიყვანეს. განრისხებულმა ბრბომ, რომელიც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა, პოლიციის განყოფილებაში ფანჯრის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.